ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და მართალი რწმენა ადამიანისა. აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს, უმნიშვნელოვანესიც კი არის. ჩვენ სამწუხაროდ ადამიანებს აი ესეთი ცოცხალი რწმენა და მართალი რწმენა ღვთის წინაშე არ აქვს. აი როგორი რწმენა გვაქვს, იცი? ჩვენ გვაქვს შეშინებული რწმენა ღვთისა. აი შეშინებულები ვართ ხოლმე ზოგჯერ. აი თან გვჯერა ღმერთის, თან აგვჯერა ღმერთის. თან დაჯერება გვაქვს და ვიცი რომ ღმერთია ყოვლის მკვლელი, ყოვლადძლიერი, ყველაფერი მის ხელშია, ყველანაირი ძალა აქვს, თან ამის არ გვჯერა. გუშინ საავადმყოფოში ვიყავ, ერთ-ერთი მე გთხოვთ რომ ლოცვაში მოიხსენოთ, თქვენ ლოცვაში ანა მოიხსენოთ ლოცვაში, ძალიან მძიმე და ეს პატარა გოგონა, ჩვენ წელს გოგონა და მასთან რეანიმაციაში ვიყავი გუშინ. და შვიდზეცხება ჩაუტარე და როცა იქ უტარებდი იმ ადგილს, სადაც ანა იწვა, იქ რამოდენიმე ერთი წლის წინ იწვა გიორგი. ძალიან მძიმედ იყო გიორგი და გიორგის 1% არ ქონდა გადარჩენის შანსი, 1% არ ქონდა. ანუ არავინ იმეც არ იძლეოდა, იმიტომ რომ თავის ქალა დამშნეული ქალა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და 1% მას არ ქონდა. ერთადერთი ვისაც ჯეროდა რომ გიორგი გადარჩებოდა, იყო დედა. აი მეც კი რაღაცა რომ მივედი და რომ გადავიხადე, აი რომ მითხეს ექიმმა და რომ ნახე მდგომარეობა, მეც კი ეჭვი შემეპარა მსახურებაში და მეც კი ბოლომდე რაღაც ესეთი დაჯერება არ ქონდა, ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო. ერთადერთი ვისაც მთელი არსები ჯეროდა, იყო დედა. და დღეს ეს გიორგი ფეხზე დგას. დღეს ეს გიორგი SMS-ებს წერს, ჩვეულებრივად აზროვნებს, არ მოიდგინე. და ეს ყველაფერი გააკეთა დედის ძალიან ძლიერმა რწმენამ. საოცარმა რწმენამ, აი დედის საოცარმა დაჯერებამ შეძლო მკვდრეთით აღედგინა საკუთარი შვილი. აი საოცარია ეს რწმენა, საოცარია ეს სწორი დამოკიდებულება ღმერთთან და აი სწორი ურთიერთობა ღმერთთან და ცოცხალი რწმენა ღმერთთან დაკავშირებით და აი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ სახარებაში ქრისტეს სულ ეუნება ადამიანები როცა მიდიან მასთან და როცა ესაუბრებიან და როცა კურნებას თხოვენ, ღმერთი ესეთ რამეს ეუნება იესო ქრისტე. თუ გჯერა ამის, მე გავაკეთებ ამას. თუ შენ გჯერა ამის, მე უეჭველი გამკურნავ. მაგრამ თუ შენ არ გჯერა, მაშინ მე ამას არ გავაკეთებ. და ერთ-ერთი სახარებაში ეს სულ მახსენდება ხოლმე ეს სამარიტელი დედაკაცის მისვლა მაცხოვართან. წარმოიდგინე, მიდის სამარიტელი დედაკაცი მაცხოვართან და თხოვს დახმარებას, სადუკებელი დედაკაცი, თხოვს დახმარებას, შვილის კურნებას თხოვს და მაცხოვარი ყურადღებას არ აქცევს ამ ადამიანს. ზედ არ უყურებს ამ ადამიანს. მერე მოციქულებიც ეხვეწებიან, ხედაო, დაგზავს და თხოვს განკურნებას და გეხვეწებიო, განუკურნეო მას შვილიო და მაცხოვარი ხმას არცემს ამ ადამიანს. მიწმენაც ცდის მაცხოვარი, ანუ თან ხალხსაც ანახებს, როგორი წმენა აქვს ამ ქალბატონს და მერე ეს მიდის და ეუბნება რომ მეო ჯერო ჩემი შვილები უნდა განკურნო, მე ისრაელისთვის მოვედი, ებრაელებს მოვედი და ამიტომ მათուն მერე გიმკურნალებო შენო და ეს ქალი ეუბნება და იმიტომ რომ ძაღლებიც ხო ჭამენო გადმოცვენი ტაბლიდან ამ საკვებსო. ანუ საკუთარი თავი ესე მიიღო რომ ქრისტეს წინაშე ესეთი აი დაუცხრომელი ლოცვა აქვს, ანუ იმ წამსვე არ ელოდება ამ პასუხს, ანუ ის ღმერთთან არ დგება ამ ლოცვით. და მაცხოვარი მაშინ მიბრუნდება მას ეუბნება რომ დედაკაცო, დიდარ სარწმუნოება შენი, საოცარი სარწმუნოება გაქვს დედაკაცო, იმიტომ რომ შენ აი მიუხედავად იმისა რომ მაცხოვარმა პასუხი არ გასცა, არ მოусმინა ჯერ, მერე სხვანაირი პასუხიც გასცა, ის მაინც არ დაშვრა ამ თავის ლოცვით, ამ ბედრებით და მაინც ითხოვა ის და მიიღო ის ასათელი გულით ითხოვდა ღვთისაგან. ზოგჯერ ჩვენ როგორ აიცი, ჩვენ როცა რაღაცას ვთხოვ ღმერთს, ზოგჯერ იმ წუთშივე გვინდა ხოლმე ეს ყველაფერი მივიღოთ. იმ წუთში შეიძლება ვერ მიიღო. ამას შეიძლება დრო ჭირდება, იმიტომ თუნდაც რომ შენ წმენაში კიდე უფრო გამტკიცდე, შენი რწმენა კიდე უფრო დიდი იყოს, კიდე უფრო ცოცხალი იყოს შენი რწმენა ღმერთთან. ამიტომ ზოგჯერ გამოიცდება ადამიანი ამ სარწმუნოებაში და მთავარია შენ ამ სარწმუნოებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს.